ოზურგეთში წინა საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. 31 დეკემბერს დრამატულ თეატრში მისულ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. მალე ახალი 2014 წელი დადგება, ამიტომაც ახალ წელთან შესახვედრად ოზურგეთი ტრადიციულად ემზადება და მოსახლეობას წინა საახალწლო განწყობას უქმნის. საახალწლო განწყობა არის ძალიან ხალისიანი, ნაძვის ხე იდგმება ძალიან ლამაზი, მზადებით კონცერტებისთვის. რა ვიცი, ალბათ ხალისიანი ახალი წელი იქნება როგორც ყოველთვის და ახალი წლისთვისაც ძალიან მიხარია, ძალიან კარგი სურვილები მაქვს. ისიც მიხარია ნაძვის ხები რო დადგმული და კარგია მოკლედ ახალი წელი თავისი კონცერტებით და ყველაფრით. გასული წლის მსგავსად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმება. ქალაქის ქუჩებს კი გარე განათება გაალამაზებს. წელს საახალწლო სამზადისისთვის ბიუჯეტიდან 20,000 ლარი გამოიყო. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით 27 რიცხვში ყველა პატარა სიურპრიზი თოვლის ბაბუას სახით ელის. 31-ში საახალწლო კონცერტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგება. 31-ში თეატრში 10 საათიდან აღინიშნება ეს სადღესასწაულო კონცერტი. აქ ყველა მოსულ ადამიანს რაღაცა გარკვეული სიურპრიზი ელოდება, მინდა უთხრა, იმიტომ რომ გვექნება მისალოცი ბარათები, რომლებიც იქნება გათამაშებული. ყველა მოსულ ადამიანს დაურიგდებათ ეს მისალოცი ბარათები, ეს მისალოცი ბარათები იქნება გათამაშებადი. საახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას კულტურის სამსახურთან ერთად წელს კულტურის ცენტრი და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი უწევს.